იღუმენი ნიკონი, წუხარებები. მშვიდობა შენ და ძვირფასო კატია. მივიღე შენი წერილი. არ გირჩევ ჩემთან გამომგზავრებას, რადგან მალე მე თვითონ შევძლებ კოზელსკში ჩამოსვლას. ჩემს ცხოვრებაზე ლიზა მოგიყვება. თანაგიგრძნობ შენ მწუხარებებში. თავი იმითი ნუგეშე, რომ მწუხარებები სრულიად გარდაუვალნი არიან და რომ მათ გარეშე ვერ ცხონდებით, რომ უფალიესო ქრისტეს უნდა შეუდგეთ. ქრისტე იტანჯებოდა და იქმნა იგი მორჩილ მამისათვისისა, ვიდრე სიკვდილამდე და სიკვდილითა მით ჯვარისაითა. და ჩვენც, ვისაც გვინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ, უნდა დავემორჩილოთ ჩვენ მაცხოვარს, რომელიც გვამცნებს უარყავით თავი, ავიღოთ ჩვენი ჯვარი და შეუდგეთ მას. შეუდგეთ მისი წმინდა მცნებების შესრულებით. სხვა გზა ღვთისასუფევლისკენ მიმავალი გარდა ჯვრის გზისა არ არსებობს. მოითმინე, ჩუმად იყავი, მოწყინებას ნუ დანებდები. რაც შეიძლება ხშირად ილოცე, თუნდაც ცოტა და ევედრე უფალს მოგანიჭოს მოთმინება მწუხარებებში და განსწავლოს. შემინდე და ილოცე ჩემთვის, უფალმა გვაკურთხოს და განგვსწავლოს ყოველგვარ სიკეთეში.